თბილისში სასტუმრო ამბასადორში ბიზნესმენისა და სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივნის მამუკა ფიფიას ინიციატივით კონფერენცია გაიმართა. სახელად საქართველოს ადგილი ცვალებად მსოფლიოში და სამეზობლო პოლიტიკის პერსპექტივები. კონფერენციაზე ძირითადი განსახილველი საკითხი საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური კავშირების აღდგენა გახლდათ. ჩვენ მეოთხე მეზობელს რუსეთის ფედერაციის სახით დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს გარკვეული მიზეზების გამო. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეკონომიკური თვალსაზრისით ურთიერთობები მრავალრიცხოვანია და ჩვენთვის გარკვეულ ნაწილში მნიშვნელოვანიც კი. მსოფლიოში დღევანდელი გეოპოლიტიკური გადანაწილების ეპოქაში ჩვენი ასეთი ურთიერთობა შეიძლება შეიცვალოს და არა ჩვენ სასარგებლოდ. ამიტომ დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან გარდაუვალი ხდება. თუ ამაში გავითვალისწინებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის საკითხებს, დიალოგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ეს არ არის პარტიული შეკრება, ვერც ერთი ცალკე აღებული პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა ვერ გააკეთებს ხელისუფლების საქმეს. ჩვენ გვესმის, რომ ხელისუფლება შეზღუდულია გადაწყვეტილებებში, მისი სიფრთხილეც გასაგებია. საზოგადოებამ, ხალხმა, მათ შორის ოცნების ამომრჩეველმა ფართომასშტაბიანი მანდატი უნდა მისცეს ხელისუფლებას, რომელიც დანაკარგის გარეშე საბოლოოდ გაიყვანს ქვეყანას სამშვიდობოზე. მაგრამ ეს ყველაფერი დიალოგის გარეშე შეუძლებელია. კონფერენციის მონაწილეებს თავაზობთ საერთო აზრის ჩამოყალიბებას ზემოთ თქმულ საკითხების გარშემო. დღე არ არის და თვე არ არის, რომ დაწყებული ბრიუსელიდან ან რომელიმე ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ არ მიიღოს რაღაცა დასჯითი ასეთი განცხადება ან რეზოლუცია არ მიიღოს საქართველოს მიმართ. და ამ დროს საქართველოს ძალიან პატარა ქვეყანაა. თუმცა გამოდის, რომ ეს სტრატეგიულ ადგილას არის და ძალიან საინტერესო ხდება მსოფლიოს ესეთი დიდი მონსტრებისთვის, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და კიდაც რუსეთი. ამ განვლილმა პერიოდმა საქართველოს ბევრი ტკივილი მიაყენა. დაწყებული ტერიტორიული მთლიანობის რღვევით და დამთავრებული ელემენტარული ყოფითი პრობლემებით. ეს ყველაფერი არის ჩვენი პრობლემა. ეს ყველაფერი არის ჩვენი გადასაწყვეტი. დღევანდელი ხელისუფლება პროგრესულად აზროვნებს ამ საგარეო ორიენტაციის თვალსაზრისით, გარკვეულად მეთქი ვამბობ, იმიტომ რომ ვერ ვხედავ ბოლომდე ჩამოყალიბებულ სწორ კურსს, მაგრამ ალბათ ხალხმა, საზოგადოებამ უნდა მისცეს ბიძგი იმას, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ შევდგეთ სწორ გზაზე. პრაქტიკულად ჩვენ უარ გყო დასავლეთმა, მაშინ როდესაც ჩვენ მქონდა დასავლეთი გამოცხადებული ჩვენს აღთქმულ მიწად, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები ებრძვის ახლა მისი პრეზიდენტის მეთაურობით, აი ასევე უნდა გამოუცხადოთ ბრძოლა ამ ჩაკირულ, დრომოჭმულ, უაზრო რუდიმენტს, რომელმაც საქართველოს გერების მეტი არაფერი მოუწია. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები, ჩვენ დავკარგეთ უძველესი ქართული მიწები, ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთი და ის დღეს აღიარებულია როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები იმ სახელმწიფოს მიერ, რომლის აღიარება სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ეს ფაქტი ასე დარჩეს, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებას რუსეთისა ვერავინ ვერ შეეხება. რუსეთი არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს აღიარება დარჩეს. სინამდვილეში ოკუპაციასთან არ გვაქვს საქმე, სინამდვილეში საქმე სხვა რამესთან გვაქვს, ამას ქვია თვითაღიარებული რესპუბლიკების, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება, ეს სხვა რამ არის, ოკუპაცია სხვა რამ არის. ჩვენ აი ამ უბედურებიდან უნდა გამოვიდეთ როგორმე, მაგრამ როგორ გამოვიდეთ? ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ ის, ვისაც ეს შეუძლია, არის დასავლეთი, არის ამერიკის შეერთებული შტატები, არის ევროკავშირი, არის ნატო და ასე შემდეგ, მაგრამ რეალობა დარჩა, ვერც ერთმა, ვერც მეორემ, ვერც მესამემ ვერ მოახერხა ის, რომ საქართველოს ტერიტორიულად გამთლიანებული. ახლა ჩვენ უნდა მივყვეთ ამ მოვლენას და ალბათ უნდა მივხვდეთ იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ამ საქმის გადაწყვეტა და ბოლომდე მიყვანა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან დიალოგით, რუსეთთან ურთიერთობის გარკვევით. ჩვენ გვაქვს
სულ ორი წითელი ხაზი. ეს არის ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია შევეგუოთ ტერიტორიულ დანაკარგებს და ეს არის ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია შევეგუოთ სუვერენიტეტის დაკარგვა. რუსეთის ფაქტორი აჩერებს იმ პრობლემებს, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ჩვენს დანარჩენ მეზობელ სახელმწიფოებთან. ქართველი ხალხი უნდა გამოვიდეს იმ მოჯადოებული წრიდან, იმ რუსოფობიიდან, ყბადაღებული რუსოფობიიდან და უნდა გამოვიდეს დასავლური ორიენტაციის პრიორიტეტისგან. დასავლეთი ჩვენ პარტნიორად არ გვაღიარებს, დასავლეთი ჩვენ ვართ ვასალის მდგომარეობაში მყოფი ერთი პატარა ქვეყანა, რომელიც უნდა იყოს პლაცდარმი იმისთვის, რომ რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებები განხორციელდეს. აქ არა ვართ საბჭოთა დისიდენტები, თუმცა გიგმირებია ასეთი ადამიანებიც, რომლებიც როგორც იქნა თვითონ განთავისუფლდნენ იმ მოშატებული საბჭოთა დისიდენტები. ცხოვრება მიიყვანა ისინი იქამდე, რომ გადახედეს ბევრ რამეს და გადააფასეს ბევრი რამე. საბჭოთა დისიდენტები არიან, რომელიც მაშინაც იბრძოდნენ აი ზუსტად იმ ღირებულებებზე, რის ღირებულებებისთვის ვართ ჩვენ დღეს, რომ დავიცვათ. იციან მაგათ, რომ მე არც მაშინ ვეთანხმებოდი და არც დღეს ვეთანხმები, მაგრამ მაშინ პატივსცემდი და დღესაც ვპატივსცემ, იმიტომ რომ იყვნენ პატრიოტები და ჭირისუფლები ქვეყნის. მე ვფიქრობ, რომ სადაც ჩემ ქვეყანაზეა საუბარი, მე ამბობ, რომ შესაძლებლობა მომეცემა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ თავი არის მხოლოდ სულიერების გაშლება არა, არამედ კონკრეტული ქმედებები, როგორ უნდა მოხდეს. დღეს მე ვერ გავამტყუნებ ხელისუფლებას. როგორც ოპოზიციური, ისე სახელმწიფო ტელევიზიებით შექმნილია აზრი, რომ საზოგადოებას ეს არ უნდა, ისმერი ხელისუფლება როგორი კარგიც და მიზანებიც არ უნდა იყოს, ყოველთვის ითვალისწინებს ამორჩევლების აზრს და დღეს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ საზოგადოების ინტერესებში ეს არ შედის და საზოგადოება ამის წინააღმდეგია. მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით რეფერენდუმის თუ პლებისციტის ჩატარება არჩევნებთან ერთად არ იქნება ცუდი და საზოგადოების აზრის ჩვენება, რომ საზოგადოებას სწორედ ეს დიალოგი უნდა. ნებისმიერი ომიც კი, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს, სრულდება დიალოგით. ომებიც კი, ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში მივა იმ აზრამ მოლაპარაკება შედეგიანი, თუ საზოგადოება ამას მხარს დაუჭერს და საზოგადოების აზრით ჩვენ შეგვიძლია ვარჩენოთ არა ყალბიმედია პროპაგანდით, არამედ რეალური არჩევნებით, ანუ ამ შემთხვევაში პლებისციტით. კარგი იქნება თუ ამას გაიზიარებთ და ამ მიმართულებითაც ვიმუშავებთ და მეორე რაც გითხარით, მოგხსნით საზოგადოებაში სიძულვის ზის. ძალიან საინტერესო მოსაზრებაა, რომელსაც მე აბსოლუტურად როგორც პიროვნება ვეთანხმებ. ის რაც თქვა კალბატონ ნანამ არის აბსოლუტურად სწორი. მეც ეს ვთქვი, რომ საზოგადოება უნდა ჩაება როგორ აფორმით. აი ფორმა ეგ არის სწორედ. რეფერენდუმი ვერ ჩატარდება, მაგრამ პლებისციტს არაფერი დაუშვრის ხელს. გავიგოთ საზოგადოების განწყობა. შეკითხვა დაუსვათ და პასუხი მივიღოთ. ეს არის საზოგადოება. ამ ფილმას უკვე შეუძლია თქვას, რომ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და ხელისუფლებას იმიტომ ვირჩევთ, რომ მათ საზოგადოების დაკვეთა შეაძლოა. სრულიად გეთანხმებით. ბატონ ნიკოლოზ ჟავანაძე. მე არ ვიცი, აი ფაშისტებს, რომლებიც 50-55 წლის შემდგომ ჩვენ დაუძახეთ გერმანელებს, ფაშისტები არავინ არ ეძახდა გერმანელო. და დღეს სიტყვა ესე იგი შემოვიდა რუსულ, ეს არის ასეთი გამოვლინება ფაშიზმისა საქართველოში არც დაბრუნდა. არასდროს არც ერთ ეტაპზე. მაშინაც კი როდესაც გერმანელები მართლაც ნახევარი მსოფლიო გაწყვეტეს არავინ არ ეძახდა რომ გერმანელო. და დღეს ქუჩებში რუსო ყრილიან ეს ადამიანი და ერთი ადამიანი არ დაიჯილა ამის გამო. მე ვეთანხმები ქალბატონ დანას, ერთი ადამიანი ხო უნდა დაისახოს. ადმინისტრაციული წესითაც კი არავინ არ დაიჯილა ამ პარტნიორებს და სისხლის სამართლის კუთხით არის შეგვიძლია შენ ეთნიკურ შურს აღუდგეთ. ეხლა ესეთი რამე რო გაკეთებული იყო რომელიმე სხვა ეთნოსის მიმართ, ის აუცილებლად დაიჯერა. მაგრამ ეხლა ჩვენ აი თქვით რომ აი პლებისციტი უნდა მომზადდეს, გავიდეს ეს საკითხი, დაბრუნებული ვარ რომ ეს საკითხი ეხლა რომ გავიდეს, შეიძლება რაღაცა პრობლემა შეიქმნას. ამას შეიძლება მომზადდება. ეხლა მოდი გადაჭრილებზე და ნაბიჯებზე თქვა. აი ეხლა მამუკა თქვა რომ ვინ შეიძლება ამის წინააღმდეგ იყოს, ადამიანი რომელიც მაგალითად პროდუქცია გააქვს, რომელიც ტურიზმით არის დაკავებული. უნდა ჩვენ ყველასთან ჩავიდეთ, აი ხა პარტია სოლიდარობა მითხრა ეს ყველაფერი. უნდა წავიდეს მაგალითად მედია მიმართულებით
გარკვეული აქტივობები. აი ის რომ ჩავიდეთ კახელებთან, იმერებთან, ჩავიდეთ ყველასთან და ის ადამიანები უნდა ვალაპარაკოს, გამოვიყვანოთ. და უნდა თქვა რომ მათი მიზანი არის რომ სწორედ ეს ურთიერთობები აღიარეს. გასაგებია რომ შეიძლება ეს სხვადასხვა სამთავრობო თუ ნაცარხებზე ეს ამის გაკეთება არ მოხდება, მაგრამ არის პლატფორმები ამის გატანა შეიძლება. შემდგომში ჩვენ იცით აი ამდენი ხანია რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით საუბრობთ, მაგრამ ყველაზე დიდი სიცხვილი არის იცით რა რომ ახლა კი სხვადასხვა მიმართულებით არის სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური მიმართულებით, პოლიტიკური რა საერთო უტანა რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობება ერთიანი სახელმწიფო არ არსებობს, ერთიანი ტიპი არ არსებობს. აი ეს მომავალ თაობას როგორც ჩამს ისე უწევდებით რომ აი რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთმა ეს აკვარტვა მიდის ის რომ რუსეთმა ეკლესიები გადადება და ესეთ სიტუაციაში აცხოვრებენ საზოგადოებას და ახალგაზრდობას არ აქვს ალტერნატივა რომ მოისმინოს, გაიგოს. და ჩვენ ეს ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, გაკეთდეს ფილმები, გაკეთდეს რაღაცა გოლები, რომ აი თითოეული მაგალითად ეკლესიის მიმართულებით, ხო, ეკლესიის მიმართულებით რომ რეალურად კი არ გადაღებდეს ის მხატვრობა, რომელიც არის სიონის დაძაბული და რუსი მხატვრების და ის არის ეს ყველაფერი, აგრეთვე ის რომ უამრავი ტაძარი აქვს და ის რომ პეთას ყიდვა აიძულა და უამრავი რამ ესეთი გულინგი და ესეთი საშინელება ალბათ ბანკისპირა ქვეყნებში მოიქს მე ადამიანი ვერ გამოვა ვერ იქნეს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე ქუჩაში ბოდიში ამ საქმის შეკუთვნებაზეა საუბარი ეხლა გასაგებია უბრალოდ ტურისტებს შეიძლება არ დასდევენ მაგრამ ამ პოზიციას შენ ვერ გაახმოვან ეხლა მაინტერესებს როგორ არის სხვა ეგერ ეხლა ამერიკაში ადი გამოდიან წითელი დროშები როგორ არის სხვა წითელი დროშები გამოდიან ატარებდნენ ეხლა ორი დღე ახლოვდება უკვე და იმას რა კანი კამალიკას ვერია რა გამოვიდეს ეხლა ვიღაცა წითელი დროშები როგორ არის სხვა ვერ კანონი არის კადოშას კანონი ხელმძღვანელობს საქართველოს კიდე ვეტერანები ვერ გამოვლენ წითელი სიმბოლიკით ვერ გამოვლენ გამარჯვების სიმბოლიკით და აი ეს აქიდან უნდა მოხდეს გარდატეხა ყველაფერში აი ამ მიმართულებით უნდა გაკეთდეს ბევრი რამ იმიტომ რომ შეიძლება და იგივე სტალინის ძეგლი არის დგას იქ და იგივე სტალინის მუზეუმში რატო უნდა იყოს ოკუპაციის მუზეუმი გეკითხებით 2008 წლის სურათები გამოვიდნენ ბიჟის არქაშვილის მიერ გაკეთებული ბევრი რამ მიმართულებით არის სამუშაო და პლებიციტზე იყო საუბარი პლებიციტი ეს ცოტა ისეთია აი წელიწადში ერთხელ შეიძლება ჩატარდეს ან და ჩატარდეს როდესაც იქნება არჩევნები მაგრამ აი გამოკითხვის სახით ეს შეიძლება უფრო მოქნილი იყოს სხვადასხვა მიმართულებებზე. კონკრეტულ ნაბიჯებს კონკრეტული ნაბიჯებია ის რომ რუსეთის როლზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. ის ადამიანები ვიღაცები შეიძლება ბევრი ხონება გაუნათდეს რომ რუსეთმაც გაუკეთეს საქართველოს ამის მიმართულებით უნდა იყოს აქტივობები და ეს იქნება სახელმწიფოებრივი ეს არის იდეოლოგიური აი ეს კონკრეტული. თორე შეიძლება გამოკითხვა ჩატარდეს და ადამიანს შეეშინდეს და არც კითხავს რომ მაგალითად ვიზია შიში არის ეს უნდა გადაიღოს პირველად. და ახალი სოფლიო წესრიგის პირობებში შესაძლოა ჩვენ ყველას ვიცით თუ რა პროცესები მიდის მაგრამ მე ამ რეზოლუციას დავამატებდი რეაქციალობას რომ დაიწყოს შეერობა და საჯარო დისკუსია ის შესახებ თუ რამდენად შესაძლებელია ჩვენს კონსტიტუციაში ნატოში დაწევრიანების თავაზე არსებული ჩანაწერი. ნაბუკას გამოჩენა შემოიტანა ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე. გააცოცხლა გარკვეული პროცესები, რომელიც ძალიან დოვრეთ მიმდინარეობდა, შემთხვევაში არ იკვეთებოდა ის მნიშვნელოვანი წახნაგები, რომლითაც მათ შორის ჩვენი ოპონენტი ტელევიზიები და მედიები დაინტერესდებოდნენ ხოლმე და უნდა ძალიან ფილიგრანული სიზუსტით გათვალო ისეთი ნიუანსი, რამაც სწორი რეზონანსი უნდა გამოიწვიოს ქართულ საზოგადოებაში და მე ვფიქრობ, რომ თქვენი შეძელით ძალიან ბევრჯერ და ძალიან ბევრი და საინტერესო პრეცედენტი შექმნილი. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ არ ვართ პარტიული წყრიბობის მონაწილეები. ყოველგვარი ხმამაღალი პათოსის გარეშე ვიტყვი, ყველანი გავართ ისტორიის სწორ მხარეს, აი აქ მიცვართ. და ძალიან ბევრი ბულინგის მსხვერპლიც ყოფილა, ძალიან ბევრი უსამართლო ასე ვთქვათ, ცილის სწავლების მსხვერპლიც ყოფილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. ხო, მე ვარ ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი, რომელიც უკვე 7 წელია. რომელშიც 7 წელია გახლავთ დირექტორად არჩეული, აქედან ბოლო 3 წელია ვარ სანქცირებული. მიუხედავად ამისა, მაინც ვცდილობთ აქტივობებს ყველა მიმართულებით. შარშან გავხდით სოჩის ახალგაზრდული ფესტივალის ქართული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, 40 დელეგატი ყავდა წაყვანილი
ვიყავით ასევე ჩემ კოლეგებთან ერთად, რომლებიც აქაც არიან წარმოდგენილნი პრეზიდენტ პუტინის წინასაარჩევნო კამპანიის და საარჩევნო დამკვირვებლებად ვიყავით უბრალოდ სხვადასხვა ინსტიტუტებიდან ლეგიტიმაციის ქვეშ. დღესდღეობით ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრს გააჩნია ესეთი პროექტი, რომელიც 3 ივნისიდან ამოქმედდება და გულისხმობს ხსოვნის მატარებელში მონაწილეობის მიღებას ჩვენი ბავშვებისა. 10 მოზარდი მიყვავს, 5 გოგონა და 5 ბიჭი, მათ შორის 4 აჭარის რეგიონიდან. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო. და მოიცავს მოსკოვიდან მინსკამდე ყველანი საბრძოლო დიდების ადგილის მონახულებას თავისი საექსკურსიო ინფრასტრუქტურით გათვალისწინებით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ბავშვები. დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი აქტია. ასევე 30 ივნის პიაციგორსკში ტარდება კავკასიური დიალოგი, მორიგი კავკასიური დიალოგი, რომელიც არის გორჩაკოვის ფონდის ყოველწლიური ტრადიციული ღონისძიება. და ჩვენ წვირებთ ამაში მონაწილეობას ვამზადებთ ჩვენი მხრიდან გასაგზავნ დოქტორანტებს და მაგისტრანტებს. მინდა ასევე მიხსენებო შემთხვევიდან მადლობა გადავუხადო ყველა იმ სამეცნიერო წრის წარმომადგენელს, რომელიც ჩვენი ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის საკონსულტაციო საბჭოს წარმოადგენს. მე გავხდით 2017 წელს ბატონ მამუკა იმ საკონსტიტუციო კომისიის წევრი, რომელშიც განიხილებოდა საქართველოს ვითომცდა ჩრდილოატლანტიკური სივრცისადმი ისტორიული არჩევანის ასეთი ჩაწერა და მომხდარიყო კონსტიტუციაში. მინდა გითხრათ, რომ მაშინ საქართველოს წინა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და შეგიძლიათ ამოიღოთ სხვათა შორის იმ სტენოგრამებიდან, რომელიც დევს იმ კომისიაში. ეწინააღმდეგებოდა ამ ჩანაწერს, რომელიც ჩაიგდო და ამბობდა, რომ არ დამავალი პოლიტიკური ტენდენციების ასახვის ადგილი არ არის საქართველოს კონსტიტუცია და არ შეიძლება ქვეყანა შეეზღუდოს მისი პოლიტიკური საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის არჩევანი რომელიმე კონკრეტულ გეოპოლიტიკურ ცენტრთან კუთვნილებაში. დამეთანხმებით აბსოლუტურად სწორი დამოკიდებულებაა. არ ვიცი ამას რა გვაკეთებდა ქალბატონი სალომე იმისთვის, რომ გზაებნია შემდგომში გარკვეული ორიენტაციის კუთხით მისდამი განწყობების თვალსაზრისით, იმიტომ რომ 1 წლის მერე ის უკვე პრეზიდენტი ხდება, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი რადიკალურად უპირისპირდებოდა დღეს არსებულ თავის პოზიციას, რომელთაც ის თავში უდგას საქართველოსადმი მტრულად განწყობილ პოლიტიკურ კონგლომერატს, მე ვფიქრობ, რომ არის ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, საკითხი, რომელიც შეიძლება ამოწეული იქნას არქივებიდან. მე დაგვირებული ვარ, რატომ არ ხდება ამისი წინ წამოწევა. და რაც შეეხება წინადადებას. ეს უნდა იყოს ჩემი აზრით მედია პროექტები ვეთანხმებია, ბატონ მიგამაც აღნიშნა ამასთან დაკავშირებით. საჯარო პოლიტიკაში გავხდით 2016-2017 წელს არჩევნებში წვდები მონაწილეობას და კვირა არ გადიოდა, რომ 3-4 მედია საშუალებაში ამქონდა შესაძლებლობა პოზიციების დაფიქსირებისა. მრავალი წელია ვარ გადაკეტილი. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ბოლო 2 წელია ყველა მედია საშუალებაში ვარ გადაკეტილი. არ ვიცი ამას ორკესტრირებული ხასიათია, პრიმაკოვის ცენტრის მიმართ დამოკიდებულება აისახება ასეთი გზებით და საშუალებებით. მე ვფიქრობ, რომ კონფერენციის წინაშე არსებულ საკითხთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჩემი აზრით მიმართვა საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი, რომ ჩვენს კონფერენციაზე დასახულ ამოცანებსა და საკითხებთან დაკავშირებით მოხდეს ღია დისკუსიების გახსნის სივრცის, თქვათ, მოცემა. ეს სივრცე უნდა მოგვეწეს ჩვენ, თუნდაც კვირაში 1 საათი, თუნდაც რაღაც გარკვეულ ფორმატში. მაგრამ აი აქ წარმოგვიდგენელი. ბატონო დიმიტრი, გახსოვთ 10 ოქტომბერს პრეზიდენტ პუტინმა მთლიანად მოხსნა ვიზის საკითხი. კვოტების საკითხი. დღეს შეუძლია ქართველ მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეს ჩავიდეს რუსეთში, იმუშაოს და არ ჭირდება არც ვიზა, არც არაფერი. გადაიხდის პატარა პატენტის გადასახადს და იცხოვრებს რამდენიც უნდა. არ არის შეზღუდული. იშრომებს და მიიღებს შემოსავალი. აი ეს, მე იქ გამოცხადდა ამნისტია, ეს არ გაშუქდა არც ერთში. საერთოდ არ იციან ხალხი მემწერს. კიდევ იმაში წერენ სექციაში. და იქ რაღაცას ცდილობენ გაგებას. საზოგადოებრივი არევალება ამისი გაშუქება რა მოხდა და რა არა. შევაჯამოთ უბრალოდ სიტუაციას ვიტყვი, რომ ბილოგში მართლაც ისე შეიძლება ერთ-ერთი მიზანი არის ჩვენ რომ საზოგადოებას მივუღოთ 80 წლის იუბილე დიად გამარჯვებისა, რომელშიც ქართულმა საზოგადოებამ, ქართულმა სახელმწიფომ და საქართველოს შეიტანა განსაკუთრებული წვლილი ისტორიის წინაშე.
ყოველ 100,000 ადამიანზე 10,000 გარდაცვლილი. არ შედის ძალა არჩევნებში, სადაც ადამიანი გააკეთებს არჩევნს ოცნებასა და ნაცებს შორის. არ არის ესეთი ძალა, არ ყოფილა. იყვნენ ვიღაცები რაღაცა იყო მწელობილი პატრიოტი არნესი, მაგრამ ნახეთ ხო, დავინახეთ რომ ამან ძალიან სუპერ შედეგები დადო. ხალხს ნდობა უნდა ქონდეს ამ ყველაფრის მიმართ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანები, ვისაც ეკავათ ეს პოზიციები, იგივე სააკაშვილის ზუსტად მანამდე დაზარალდნენ, ან დააპატიმრეს, ან რაღაცებნეს, ან სტიგმატიზაცია მოხდა ამ ადამიანების ისეთ, აი თუნდაც ეს საზოგადოებრივი პლატფორმა რას დღესახე, ხო? ეხლა მე მაგალითად რომ მკითხეს, მიდიხარ ხო, მივდივარ მეთქი და ესე რაღაცა ესე გაოცებული და მე რა მოხდა მე ოცნების ომის გასაზეც ვიყავი და რა პრობლემა აქვს და მით უმეტეს არ არის ეს პარტიული ღონისძიება მეთქი მომიწია მე ამ ახსა განმარტების გაკეთება მაგრამ რო ეხლა აქ ვინც ვზივარ სიტამამე არ გვაკლია და ვიღაცას აკლია სიტამამე ვიღაცას უმეტეს ვერ შეუთანხმა ხო, ვიღაცა მე ხო, გითანხმებით, არა ეს დამოუკიდებელი მიუხედავად იმისა, რომ თავის პირზე დამოუკიდებელი დემოკრატიისთვის მივდივარ და 30 წელი მივიდეს. რატომ ეს და თავის პირზე დემოკრატიის აღქმა. და რატომღაც აი თალიანად აზრი გახდა დამოუკიდებელი ვიღაცის ქმედებაზე, ვიღაცის შეფასებაზე. და ჩემი აზრით ეს პლატფორმა საჭირო პირველ რიგში, სადაც საზოგადოების ნაწილი, მაინც აი რომელიც არის მომხრე, რომელიც გაძლიერებს და გაძლიერებს ძალას, რომ ერთი წლის უკან ვერ წარმოვიდგენდი მე თუნდაც სოციალურ სივრცეში რუსულ თემას იმდეს, რასაც მე ვკითხულ და ვხედავ დღეს. და თუნდაც აი ჩემი პლატფორმა და Facebook რაღაცას ვაბაზრებ, შედარება არ არის ერთი წლის უკანვე და თემაზე. ეს იმას ნიშნავს ნიკოლოზი დამეთანხმება თვითონაც ამ სფეროს წარმომადგენელი ეს იმას ნიშნავს რომ საზოგადოების ინტერესი გაზრდილი